მოგესალმებით, მე ვარ ეზი, ზუმერის ვიდეო მომხმარებელი. ჩვენ ახლა ვიმყოფებით თბილისის მოლში მესამე სართულზე, სადაც მდებარეობს ზუმერის ფილიალი, რომელიც მუშაობს ყოველდღე დილის 10-დან საღამოს 9-მდე. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ Nokia Lumia 1020-ზე. ეს არის smartphone, რომელშიც გაერთიანებული არის Windows Phone 50 მეგაპიქსელიანი კამერასთან, რომელსაც აქვს შესანიშნავი ტექნოლოგიები, იღებს ძალიან მაგარ სურათებს და ჩვენ უკვე შეგვიძლია აღნიშნული ტელეფონი ვნახოთ ახლოდან, ვნახოთ მისი კამერის შესაძლებლობები, ვნახოთ მისი ინტერფეისი და ასე შემდეგ. ვაგრძელებთ ჩვენ Nokia Lumia 1020-ის მიმოხილვას. აღნიშნული ტელეფონი გამოვიდა 2013 წლის ივლისში და აღნიშნული ტელეფონი მუშაობს როგორც მეორე მესამე, ასევე მეოთხე თაობის ქსელებზე. სამწუხაროდ მეოთხე თაობის ქსელები ჯერჯერობით საქართველოში არ არის, თუმცა იმედი მაქვს რომ მალე იქნება. აღნიშნული ტელეფონის წონა შედგენს 158 გრამს და სანამ უშუალოდ ეკრანის და ინტერფეისის მიმოხილვაზე გადავიდე და აუცილებლად ვნახავ როგორ გამოიყურება ტელეფონის корпуსი. როგორც თავად ხედავთ, მარცხენა მხარეს მას არაფერი არ გააჩნია. აი აქ ხდება სიმბარეთის მოთავსება, აქ ხდება 3.5 მმ-იანი ჯეკი. რაც შეეხება მარჯვენა მხარეს, აქ არის ხმის დამწევი ღილაკები, აქ არის ჩამთავგავთავი ღილაკი, ასევე ამ ღილაკით ხდება ეკრანზე ბლოკის მოხსნა და აქ არის ფოტოაპარატისთვის გაკუთვნილი სპეციალური ღილაკი. და როგორც თავად ხედავთ, უკან არის ესე ვთქვათ ამობურცული ნაწილი, სადაც გამაგებული არის PureView კამერა, ანუ ეს არის Nokia-ს 50 მეგაპიქსელიანი კამერა, რომელსაც 38 ეფექტური მეგაპიქსელი, Carl Zeiss-ის ოპტიკით. თუმცა კამერას ჩვენ აუცილებლად დაუბრუნდებით. რაც შეეხება ტელეფონს, ეს არის საკმაოდ სქელი, ვინაიდან მასში არის საკმაოდ დიდი კამერა მოთავსებული და ვისაც ეს ტელეფონი მოსწონს, სამწუხაროდ უნდა იტანოს იგივე რო თქვა ტელეფონის უკანა მხარე არ არის სრულიად სწორი და თქვა მესეჯის როდესაც წერს, უკანა თითები ხდება ცოტა უხერხულად კამერას, თუმცა აღნიშნულ ტელეფონს ისეთი კარგი კამერა აქვს, რომ ეს შეგვიძლია თქვა დაუთმოთ. რაც შეეხება ტელეფონის ეკრანს, მას გააჩნია AMOLED display HD გაფართოებით, ეს არის 1280x768 პიქსელზე. ზომა არის 4.5 დიუმი, პიქსელების სიმჭიდროვე არის 332 ppi, ანუ 332 პიქსელი არის თავმოყრილი 1 კვადრატულ დიუმში. ტელეფონის ეკრანი დაცული არის Gorilla Glass-ის მესამე ნაწილით, ანუ ეს არის Corning Gorilla Glass 3 და ტელეფონის ეკრანს ესე ვთქვათ უფრო კარგს ხდის Pure Motion HD და Clear Black display, რომელსაც შავი არის საკმაოდ ჩამქრალი, ხედვის კუთხე არის საკმაოდ კარგი. ეკრანი მართლაც შესანიშნავად გამოიყურება, თავად ხედავთ. ძალიან კარგად გადმოსცემს ფერებს და ჩვენ როდესაც მოვინახულებთ სურათებს და ვიდეოებს, ამაში თავადაც დარწმუნდებით. რაც შეეხება შიდა მეხსიერებას, აღნიშნულ ტელეფონს გააჩნია 32 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება, აქვს 2 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, ანუ RAM-ი. მასზე აყენია Windows Phone 8, რომელიც შეგიძლიათ უკვე განაახლოთ. რაც შეეხება პროცესორს, მასზე აყენია Qualcomm Snapdragon-ის მიერ დამზადებული 2 ბირთვიანი პროცესორი სიხშირით 1.5 GHz და ვიდეო წამკითხველი Adreno 225. აღნიშნული ტელეფონის კონკურენტები, როგორც არის მაგალითად HTC One და Samsung Galaxy S4, უკვე გადასული არის მაგალითად Galaxy S4 8 ბირთვიან პროცესორზე და 4 ბირთვიან პროცესორზე. HTC One-საც 4 ბირთვიან პროცესორი, აღნიშნულ ტელეფონს არ აქვს 4 ბირთვიანი, არამედ აქვს 2 ბირთვიანი და შეიძლება თქვათ ეს იყოს ვიღაც კონკრეტული ადამიანისთვის დაწონების მიზეზი, თუმცა Windows 8-ზე თუნდაც 2 ბირთვიანი პროცესორით, აი თავად ხედავთ, რომ არანაირი შეფერხება არ ხდება, ძალიან კარგად მუშაობს ინტერფეისი და ასევე თამაშები. გადავიდეთ კამერაზე, როგორც უკვე აღნიშნეთ, აღნიშნულ ტელეფონს აქვს 50 მეგაპიქსელიანი კამერა, თუმცა აქვს 38 ეფექტური მეგაპიქსელი, აქვს Carl Zeiss-ის ოპტიკა, აქვს როგორც ავტო, ასევე manual focus-ი, აქვს 2 განათება, არის ერთი LED flash-ი და არის მეორე Xenon flash-ი, ანუ ხდება ამით ვიდეო გადაღების დროს და ამით ფოტოს გადაღების დროს Xenon flash არის მართლა ძალიან კარგი ტექნოლოგია და ძალიან კარგ განათებას იძლევა. აღნიშნულ Xenon flash ჩვენ არ შევხვდებით სამწუხაროდ ბევრ smartphone-ზე, აქვს PureView ტექნოლოგიები, აქვს პანორამული გადაღების რეჟიმი, ასევე შეუძლია გადაიღოს Full HD ვიდეოები. ჩვენ შეგვიძლია მოვინახულოთ აღნიშნული ტელეფონის კამერა. აღნიშნულ ტელეფონს აქვს 2 კამერა, ერთი არის სტანდარტული Windows კამერა, აი თავად ხედავთ, რომელიც გამოიყურება შემდეგნაირად, ეს არის სტანდარტული კამერა Windows Phone-ისთვის. თავად ხედავთ როგორ გამოიყურება იგი. თუმცა მას აქვს ასევე Nokia-მ მასში განათავსა მართლაც შესანიშნავი აპლიკაცია კამერისთვის, ეს არის Nokia ProCam. შეგვიძლია მოვინახულოთ იგი. Nokia ProCam-ის ინტერფეისი გამოიყურება შემდეგნაირად, თავად ხედავთ. აქედან შეგვიძლია გადავიდეთ გალერეაში და აქედან თავად ხედავთ, შეგვიძლია თქვათ ჩავრთოთ ან გამორთოთ განათება, აქედან შეგვიძლია თავად ვარეგულიროთ ექსპოზიცია, აქედან შევცვალოთ თქვათ სხვადასხვა რამ, მაგალითად ISO, მაგალითად შევცვალოთ ფოკუსი.
და აქ შეგვიძლია შევიდეთ, თავად ხედავთ როგორ გამოიყურება სხვადასხვა პარამეტრების მენიუ, ეს სეტინგებში თუ შევალთ. აქ გამოდის მენიუ, საიდანაც თქვენი სურვილისამებრ შეგიძლიათ შეცვალოთ ყველაფერი. ერთადერთი მინუსი არის იმაში, რომ როდესაც ვიღებთ 34 მეგაპიქსელიან კამერას, ცოტა დიდი დრო უნდა ზუმს, დიდი დრო უნდა შენახვას. ჩვეულებრივად თითის აწევით და დაწევით ხდება ტელეფონზე ზუმის მოხდენა, ეგ ხდება ვიდეოზე და ფოტოზე გადართვა. ასევე აღნიშნულ ტელეფონს აქვს Nokia შესანიშნავი Smart Cam, აი თავად ხედავთ Smart Cam და ეხლა განახლებთ რა შეუძლია გააკეთოს Smart Cam-ს, აი შევიდეთ Smart Cam-ში და მოვინახულოთ Smart Cam-ის tutorial-ი და გამოჩნდება ყველაფერი. აი თავად ხედავთ შეგვიძლია გადავიღოთ ბევრი ფოტო და პროგრამა ავტომატურად ამორჩევს საუკეთესოდ. შეგვიძლია გადავიღოთ ფოტო მოქმედებაში, აი თავად ხედავთ როგორი ტიპის ფოტო. შეგვიძლია თქვათ მოძრავი სურათი გადავიღოთ ისე რომ უფრო მეტი ეფექტი ჰქონდეს მას. ასევე შეგვიძლია გადავიღოთ ფოტო, სადაც ტელეფონი თავად გადაწყვეტს რომ ადამიანის სახით გამოიყურებოდეს კარგად და თქვათ თვალები არ ჰქონდეს არავის დახოჭული. ასევე შეგვიძლია ჩვენ როდესაც გადავიღოთ ფოტოს, გავაქროთ ობიექტი. მართლა შესანიშნავი ფუნქციებია, ბევრი ტელეფონი ვერ დაიკვეხნის აღნიშნული ფუნქციებით. ასევე აღნიშნულ ტელეფონს აქვს წინა კამერა 1.2 მეგაპიქსელიანი, რომელსაც შეუძლია გადაიღოს ასევე HD ვიდეოები 30 კადრი წამში. რაც შეეხება ბრაუზერს, აი თავად ხედავთ, მასზე აყენია ინტერნეტ ბრაუზერი, ინტერნეტ ექსპლორერი უბრალოდ. შევიდეთ ჩვენ საიტზე. აი თავად ხედავთ როგორ გამოიყურება ტელეფონის კლავიატურა ვერტიკალურ რეჟიმში, ხოლო თუ გადმოვატრიალებთ, კლავიატურაც გადმოტრიალდება და სასვებით ადვილი არის მასზე დაბეჭდვა. შევიდეთ ჩვენ საიტზე zoom.1.g. ჩვენი საიტი შემდეგნაირად გამოიყურება Nokia Lumia 1020-ში. აქ შესანიშნავად მუშაობს multi-touch-ი და ძალიან კარგად მუშაობს მართლა ყველაფერი ოდნავი შეფერხების გარეშე. ჩვეულებრივად იკითხება ქართული ფონტი და შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტელეფონს აქვს HTML5 ბრაუზერი. რაც შეეხება ბატარეას, აღნიშნულ ტელეფონს აქვს 2000 მAh-იანი ბატარეა, რომელიც ოფიციალური მონაცემების მუშაობს და დაახლოებით 3 საათს მუშაობს სამუშაო რეჟიმში და დაახლოებით 384 საათს ლოდინის რეჟიმში. რაც შეეხება ინტერფეისს, მას აქვს სტანდარტული Windows 8-ის ინტერფეისი. დიდხანს დავუწევით რომელიმე იკონკაზე, შეგვიძლია იგი გავზარდოთ და შევცვალოთ მას ფორმა, აი თავად ხედავთ, სხვადასხვანაირად მოვათავსოთ იქ. ასევე შეგვიძლია თქვათ გვერდზე განთავსებული პროგრამები მივპინოთ თავარ გვერდზე, ასე ვთქვათ, pin გავუკეთოთ. ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ ახლა ტელეფონის გალერეაში და მოვინახულოთ თუ სხვადასხვა ფოტო, რომელიც უკვე გადაღებული არის. შემდეგნაირად გამოიყურება ტელეფონის ალბომი. შევშევალთ კამერა როლში, გამოჩნდება ის ფოტოები, რომლებიც უკვე გადაღებული არის აღნიშნული ტელეფონით. თავად ხედავთ, როგორი ფოტოების გადაღება შესაძლებელია. ჩვენი გადაღებული ფოტო შეგვიძლია დავშალოთ. თავად ხედავთ, მართლა შესანიშნავი ფოტოები. აი თუ დავზუმავთ, ხარისხი თითქმის არ იკარგება, იმიტომ რომ ეს არის 38 მეგაპიქსელი. აი თავად ხედავთ, ხარისხი მართლა შესანიშნავი არის ფოტოების და ასევე ვიდეოების. ასევე ფოტოგალერეაში არის რამოდენიმე აპლიკაცია, რომელთაც ხდება ფოტოების დამუშავება. ერთ-ერთი ძალიან მომეწონა, ეს არის Creative Studio. შეგვიძლია შევიდეთ და მიმოვიხილოთ თავად ტელეფონი გვაძლევს ამ საშუალებას, როგორ გამოიყურება და რის გაკეთება შეიძლება აქ. აქ ჩვენ შეგვიძლია რაიმე ობიექტი იყოს მკვეთრი და უკან ბლარი გავაკეთოთ. შეგვიძლია თქვათ რომელიმე ფერი დავტოვოთ, ხოლმე დანარჩენი იყოს შავ-თეთრი. შეგვიძლია გავაკეთოთ კოლაჟი. და მართლაც შესანიშნავი აპლიკაცია დარწმუნებული რომ აღნიშნული ტელეფონის მფლობელები ძალიან კარგად გაერთობიან ესეთი პროგრამებით. დღესთვის სულ ეს იყო ჩვენი სტუმარი იყო ესე იგი Nokia Lumia 1020, Nokia-ს ფლაგმანი, მართლაც შესანიშნავი კამერაფონი. აღნიშნული ტელეფონის მთავარი ღირსება არის თქო უნდა მისი კამერა. თუ დაგაინტერესებთ უფრო მეტი, შეგიძლიათ დაწვეთ ჩვენ საიტ zoom.1.g და გაიგებთ უფრო მეტი დეტალი აღნიშნული მოდელის შესახებ. კარგად ბრძანდებოდით.